ქრონიკა სპეციალური გამოშვებით ბრუნდება პირდაპირ ეთერში. პარლამენტში შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ განცხადებას ფრაქცია ქართული ოცნების პოლიტიკური ჯგუფების ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტების წევრების ერთობლივ კონსტიტუციურ საჩხერთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. კერძოდ, რაც შეეხება წინაპირობებს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი ამორჩევლეს დაპირდით, რომ ამორჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში უზრუნველყოფდით ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. 1,120,000 ამომრჩეველმა ამ დაპირების შესასრულებლად მოგვცა მისი დემოკრატიული მანდატი. ამ სახალხო მანდატის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის და 1 აპრილის დადგენილებით შეიქმნა 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც 6 თვიანი მუშაობის პერიოდში პირდაპირ ეთერში გამართა 64 სხდომა, გამოიკითხა 139 პირი, შეისწავლა მოქალაქეებისგან მიღებული 778 განცხადება. კომისიის თითქმის 500 გვერდიანი დასკვნის განხილვის საფუძველზე 2025 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება და გაიზიარა კომისიის მიგნებები. ამით საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება მისცა ნაციონალური მოძრაობის და სხვა დაკავშირებული პარტიების ქმედებებს 2003-2025 წლებში. დღეს კი ვიწყებთ ჩვენი დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე ფრაქცია ქართული ოცნების პოლიტიკური ჯგუფების ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტების წევრები ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით. საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღუევს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ამასთან, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის კონცეფციასთანაც, რომლიდან გამომდინარეც დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიულ სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება. ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სხვა დარღვევებთან ერთად მტკიცებულებები დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად მის კონსტიტუციურობას. ამით აღნიშნული პარტიები აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს. რაც შეეხება სარჩელის სამართლებრივ დასაბუთებას. კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს. პირველი, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა. პირველი ქვეპუნქტი, ადამიანის უფლებების ხელყოფა. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ელემენტია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და ადამიანის ძირითადი უფლებები, რომელთა სისტემური დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაა. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებების ხელყოფა გასცილდა ერთეულ შემთხვევების ფარგლებს და მიიღო სისტემური და სისტემატური ხასიათი. კერძოდ,
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა წამების პრაქტიკის დანერგვით, კვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის პრაქტიკის დანერგვით, პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, აუდიო და ფოტომასალის უკანონო შექმნის, შენახვისა და გამოყენების პრაქტიკის დანერგვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკუთრების ან სხვა უფლების ხელმყოფი პრაქტიკის დანერგვით და ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის პრაქტიკის დანერგვით. მეორე საკითხი. საყოველთაოდ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობის შეცვლის მცდელობები. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. აღნიშნული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევაში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოეს კონსტიტუციურ საცილში მითითებულმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს არჩევნები საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა. კერძოდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა, როდესაც არჩევნების არალეგიტიმობის ყალბის საბაბით ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტის კი გამოუცხადა. თუმცა მოგვიანებით ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. მეორე 2018 წელს ნაციონალურ მოძრაობის თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სცადა ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ჩაშლა. მესამე 2019 წლის ივნისში ნაციონალურ მოძრაობა და მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ. მეოთხე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურად შერაცხეს, უარი თქვეს ახალარჩეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. თუმცა მოგვიანებით ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. მეხუთე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურ არჩევნებად შერაცხეს, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა განაახლეს. თუმცა მოგვიანებით აქაც შეუდგნენ მანდატების განხორციელებას, რითაც დასტურდება, რომ არანაირი სამართლების საფუძველი არ ჰქონდა. მეექვსე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მეტიც, არჩევნების შემდეგ არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყეს და განახორციელეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ძალით გამოყენებით შეჭრას. ზემოაღნიშნული ქმედებების პარალელურად და მათ გაგრძელებად არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2022-25 წლებში განახორციელეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის რამდენიმე მცდელობა. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლებების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთან დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-25 წლებში ერთვოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის. მთლიანობაში 6 უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ, ხანგრძლივი, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნით აქტუალურობასაც უთუარად ცხადყოფს. ამრიგად 2012 წლებში ნაციონალურმა მოძრაობამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამასთანავე კონსტიტუციურ სარცელში მითითებულმა ყველა არაკონსტიტუციურმა პარტიამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დემოკრატიის არსი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლო უარის თქმასა და დემოკრატიის მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამოვლენაში გამოიხატება.
მეორე საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. პირველი ეპიზოდი 2008 წლის აგვისტოს ომი. ნაციონალურ მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. კერძოდ 2004-2008 წლებში საომარ რიტორიკასთან და კონფრონტაციულ ქმედებებთან ერთად აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები. 2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა. 2006 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხეობას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ეწოდა ზემო აფხაზეთი. 2006 წლის ნოემბერში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში საქართველოს როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული არაკონსტიტუციური არჩევნები, სადაც აირჩა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და მის დაქვემდებარებაში შეიქმნა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა, რომლის წევრების მინისტრებად იწოდებოდნენ. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია შეძინა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო. 2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული და სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები. და ბოლოს აღნიშნული ქმედებების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომლითაც აღიარა საკუთარი ქმედებებით ესკალაციის ახალ ღია და სრულმასშტაბიან საომარი მოქმედებების საფეხურზე გადაყვანა, რუსეთის სამხედრო ინტერვენციას კი საპასუხო იერიში უწოდა. ამრიგად, ნაციონალურმა მოძრაობამ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად განახორციელა ქმედებები და ღონისძიებები, რომლებიც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც. მეორე ეპიზოდი 2012 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენები. ნაციონალურ მოძრაობამ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების ჩადენა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო, რაც უკვე მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განახორციელა. პირველი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანება და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა ხელშეწყობა. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა. მეორე მიმართულება საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებასა და საქართველოს და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედების გაჩაღების მცდელობა ხელშეწყობასთან ერთად 2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა სხვა მიმართულებითაც ხორციელდება. კერძოდ, ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან დაისაჯოს საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ეს ცდილობები მოიცავს ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს. მეორე, ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით ქვეყნისთვის ხელშეშლილ ქმედებებს.
მესამე, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატური საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას. ამრიგად 2004-12 წლებში ნაციონალურ მოძრაობამ ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულად შექმნა ნიადაგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, ხოლო 2012 წლის შემდეგ ამ პოლიტიკურმა პარტიამ და სხვა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განახორციელეს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მრავალი ცდელობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენი სარჩელი შეიცავს შემდეგ სასარჩელო მოთხოვნას. ზემოაღნიშნული გარემოებები საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით ერთობლივად ქმნის რამდენიმე არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის მის არაკონსტიტუციურ იდეებთან და ქცევასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პარტიას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რეალური საფრთხე შეუქმნას კონსტიტუციურ წყობილებას. ამ მხრივ განსაზღვრელია პარტიის ზომა, სტრუქტურული ორგანიზება, პოლიტიკური გავლენა. ამიტომ იმ პარტიების განსაზღვრისას, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ, ვისარგებლეთ ორი მთავარი კრიტერიუმით. პირველი, რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და მეორე, რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია და წარმოგიდგენთ პარტიებს მათი პარტიების რეესტრში ოფიციალურად რეგისტრირებული დასახელების მიხედვით. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა. მეორე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი დროა. მესამე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ძლიერი საქართველო, ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან ჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა ელენე ხოშტარია, დროა და გირჩი მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი დროას შემადგენლობაში არიან. თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებად არიან რეგისტრირებული. აგრეთვე კი ევროპას სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველოს მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით, არსებითი გავლენა მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ. ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები. აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები ნაციონალურ მოძრაობის ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობები. და მეორე, აღნიშნული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ. ამავე დროს ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია ლელოს სახელით საკრებულოში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით უპირველეს ყოვლისა გსურს პატივი უცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია ლელოსგან, რომელმაც მისი ამორჩევლისგან მინიჭებული საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამორჩევლის მიერ გაცემული მანდატი.
ასევე ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას. როგორც იცით, დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირების სამომავლო არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად. დიდი მადლობა. გიორგი გახარიას პარტია რატომ არ არის კონსტიტუციაში? შეგიძლიათ გვიპასუხოთ, რა კრიტერიუმში არჩევა? თქვენ უმზეიცაობთ და გვახსოვთ გახარიასთან პრეტენზიები ჩორჩანის საკითხზე, უცი მისთან დაკავშირებით და რატომ ვერ მოხდა ასაკრძალ პარტიებში რომ განგვიმარტოთ? უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ რომ ყურადღება მივაქციოს, სამ პარტიას ეხება. თუმცა ამავე დროს მიგითითეთ რომ არიან ამ პარტიებთან დაკავშირებული პარტიები, მაგრამ ვინაიდან ერთ-ერთი მათ შორის საერთაშორისო სტანდარტით დამკვიდრებული კრიტერიუმი არის რომ პარტია არა მხოლოდ თავისი ქცევით უნდა არღვევდეს კონსტიტუციას, არამედ რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას, ამიტომ ერთკაციან და არარელევანტურ პარტიებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს საჩივალი ერთი წამი. და შესაბამისად განვიმატეთ, რაც შეეხება გახარია საქართველოსთვის პარტიას. მათ მიმართ მთავარი დამოუკიდებლად ვთვლი, რომ ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნები. პირველი ეს არის არაკონსტიტუციურობის დასაბუთებულობა და მეორე არის თვითონ პარტიის რელევანტურობა. გახარია საქართველოსთვის პარტიის შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა საბოტაჟი არჩევნების, თუმცა მათ იმ ნაბიჯით რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ კი განაცხადეს რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებენ და დღეს განაახლეს კიდევაც საქმიანობა, ამ ხრივ ასე ვთქვათ ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლეს. მოდით მივყვეთ რა, კითხოს ყველას გიპასუხო. ბატონო შალვა, დავაკვირდით თქვენ ახსოვთ კოალიციას ნიკად ვარანის ახალწევა და ელენე ხოშტარიას დროას და ზურაგ ჯაფარიძის დილს არ ეხება? კი ბატონო, კი, მნიშვნელოვანია ეს ვინაიდან სახელმა შეიძლება დააბნიოს. პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს სახელად ქვია კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა, თუმცა იცით რომ ცალკე არის პარტია გირჩი, ცალკე არის პარტია დროა. კონსტიტუციური სარჩელი ეხება მხოლოდ ამ პარტიას, რომ რეალურად ახალს, დიახ, რომლის ქოლგის ქვეშაც წინ არჩევნებზე შევიდნენ ცალკეული პოლიტიკოსები და სახელი გადაერქვა. ამიტომ ამ პარტიას ეხება ცალკე, თუმცა მე აქვე აღვნიშნე რომ რა თქმა უნდა, როგორც გირჩი, ასევე გირჩი მეტი თავისუფლება, ისე დროა არიან დაკავშირებული ამ პარტიებთან. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ მიმართავთ მათთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს, არის ამ პარტიების ასე ვთქვათ ის რომ მათ რეალური გავლენა პოლიტიკაზე არ აქვთ, არის ერთკაციანი პარტიები და ესეც წარმოადგენს ერთ-ერთ განსაზღვრელ კრიტერიუმს პარტიების აკრძალვის დროს საერთაშორისო პრაქტიკაში. რაც შეეხება პროცედურასაც გეტყვით, ეს სარჩელი ახლა გადაეცემა უპირველეს ყოვლისა საპროცედურო კომიტეტს, რომელმაც უნდა შეამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა, დაადასტუროს ხელმოწერების ნამდვილობა და ამის შემდეგ უკვე როდესაც კომიტეტი დაადასტურებს, გადავაგზავნით საკონსტიტუციო სასამართლოში. აქვე დღეს არ მგონია, გადავაგზავნით საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს 9 თვე სარჩელის განსახილველი და 9 თვის თავზე ეს არის მაქსიმალურად და უნდა არსებობდეს უკვე გადაწყვეტილება. რაც შეეხება წარმომადგენლებს, სარჩელში ამ ეტაპზე წარმომადგენლები მითითებული არ არიან, ვინ წარმოადგენს ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, ამას მოგვიანებით დავაზუსტებთ. ეს სასამართლოს გადაწყვეტილია. თუ შეიძლება რა ძალიან ხაქე და მოვა. მართველი პარტიის წევრების მხრიდან რომ კონკრეტულ ინდივიდებზეც იქნებოდა სარჩელი, ანუ ეს ცალკე სარჩელი მომზადდება თუ აი რომ ჩამოყალიბდა. მე მოგახსენებთ რომ ჩვენ ამ ეტაპზე ინდივიდებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა არ გვაქვს და რატომ?
ვინაიდან ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს მემკვიდრე პარტიის სახით, იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან დაკავშირებული, იქნებიან დაკავშირებული აკრძალულ პარტიებთან, მათი არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობა აღკვეთოთ. ან უფრო მოქნილი და ფართო ინსტრუმენტი არის, ვიდრე ეს იქნებოდა თუკი ჩვენ ინდივიდებისგან შემდგარ სიას ჩამოვაყალიბებით და ჩვენ ვამჯობინეთ ამ გზით წასვლა ამ ეტაპზე. კიდე ერთხელ სამ პარტიას კიდე ერთხელ გეტყვით არა გეტყვით კი ბატონო განმარტავ ამ პარტიებს თუ აკრძალოს საკონსტიტუციო სასამართლო ლეოზე საუბარი ახალზე ნაციონალურ მოძრაობაზე. ანუ ამ პარტიის წევრები, ვინებიც არიან, თქვათ, შეეძლებათ მერე რომ სხვა პარტია და აი ზუსტად ამას შეეხება მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც გულისხმობს შემდეგ რამეს, რომ თუ კი არსებობს პარტია და ის მიჩნეული იქნა, რომ ეს პარტია არ გვაქვს კონსტიტუციას და აიკრძალა პარტია, მის წევრებს, მასთან დაკავშირებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გვერდი აუარონ ამ გადაწყვეტილებას და იურიდიული ფორმალობით უბრალოდ ადგენენ და დღეს თუ არის ნაციონალური მოძრაობა და თქვათ თუ აიკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ხვალ შექმნან ეროვნული მოძრაობა დაარქვან, იგივე ხალხი, იგივე მიზნებით შეიკრიბონ. ამიტომ ეს ინსტიტუტი მემკვიდრე პარტიის უზრუნველყოფს, რომ მას შემდეგ რაც პარტია აიკრძალება, დავაკვირდეთ ამ აკრძალული პარტიის თან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ რომ მოძებნონ სხვა საშუალებები პოლიტიკური საქმიანობის და თუ კი ამას დავინახავთ ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იქ არის ორკვირიანი არა იმ პარტიაზე პირობითად თქვათ აიგზავნა ნაციონალური მოძრაობა მისი წევრები ან მას დაკავშირებული პირებმა შექმნეს არ ვიცი რაღაც სხვა პარტია დაარქვეს ეროვნული მოძრაობა პირობითად ნაციონალური მოძრაობა სხვა სასახელი დაარქვეს თუ კი ეს მოხდება ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ვთქვათ რომ ეს არის რეალურად ასლი იმ პარტიის რაც იყო არის მემკვიდრე პარტია თავის შემადგენლობით იდეოლოგიით ორგანიზაციული სტრუქტურით ასე ვთქვათ პარტიული სტრუქტურებით რეგიონში ასე შემდეგ სხვადასხვა კრიტერიუმები რაც ამაზე მიუთითებს და ორკვირიანი ვადა არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს რომ იმსჯელოს და თუ დაადგენს რომ ეს ნამდვილად არის სინამდვილეში ფარსი, ანუ ცდილობენ პოლიტიკოსები რომ თავი დაიძვრინონ და ახალი იურიდიული ფორმა შექმნან, მაშინ ის როგორც მემკვიდრე პარტია აიკრძალება. ამიტომ ეს უფრო ფართო შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ ვიდრე ინდივიდებისთვის შეზღუდვა. თუ არ შექმნა სხვა პარტია, ბატონო შალვას არც ძლიერ თუ არ შექმნა სხვა პარტია და უკვე შექმნილში გადავიდა სადმე ესეც შეიძლება იყოს. ესეც შესაძლოა გახდეს. დიახ. თუ უყურეთ თუ კი კიდევ ერთხელ გავმა თუ კი აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები შექმნიან ახალ პარტიას ან შეუერთებიან არსებულ პარტიას და საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს რომ მათი იქ ყოფნა იძლევა იმის თქმის საშუალებას რომ ეს არის რეალურად უკვე ახალი მემკვიდრე პარტია ან არსებული პარტია გახდა თავისი არსით მემკვიდრე პარტია მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აკრძალოს ის პარტია ანუ კიდევ ერთხელ გვერდის ავლის საშუალება რა თქმა უნდა არ უნდა იყოს როცა კრძალოთ პარტიას არ უნდა არსებობდეს რაღაცა ხვრელები რომ გვერდი აუარო და სხვა სახელი დაიკოდეს ეს ეხება აკრძალული პარტიის ოფიციალურ ფორმალურ წარმოადგენელს თუ აი დაკავშირებული პირი ახსენე. აი მაგალითად როგორც საუმის ურაბაშვილი ის არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არც კოალიციას ცვლილებისთვის, არც ძლიერ საქართველოს თუ ამ სამ პარტიას თქვენ აკრძალავთ. საუმის ურაბაშვილს და საუმის ურაბაშვილი გვინდობს მაგალითად პარტიის შექმნას. თქვენ მის პარტიასაც მიიჩნევთ, რომელიმე ამ აკრძალული პარტიის მემკვიდრე პარტია, მიუხედავად იმისა, რომ ურაბაშვილი არც ერთ არ წარმოადგენს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ სასარჩელში არ მიმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას, არის ზუსტად ეს, რომ ჩვენ არ გვინდა გქონდეს რაღაცა მოკლე სია, ანუ რაღაცა სია, რომელზეც ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს არიან პოლიტიკოსები, რომელსაც არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი იყვნენ, არამედ გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი, რომელიც მოგჩვენებს ჩვენ საშუალებას, რომ შემდეგ ვამტკიცოთ, მივიჩნიოთ დაკავშირებულად თუ არ მივიჩნიოთ ჩვენი გადმოსახედიდან
დიახ. ანუ მე შენ გაიგრძელება არა მხოლოდ ამ აკრძალული პარტიის ოფიციალურ წარმომადგენელს, არამედ იმ პირსაც, ვისაც თქვენ მიჩნევთ ამ პარტიასთან დაკავშირებას. ჩვენ არა, საუბარი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელსაც ადამიანთან დაკავშირებულ პირას საუმე ზურაბიშვილის პარტიასაც მიჩნევთ ნაციონალურ უყურეთ წინ კარგი რომ წინი ხედებით და უკვე თქვენ თვითონაც ფიქრობთ რომ ასაკრძალი არის ნაციონალურ მოძრაობა თუ დაანჩენი ორი პარტია თუ კი ამას ფიქრობთ ჩვენ ახლა ვიწყებთ პირველ ეტაპს ჯერ დაკავშირებულ პარტიამდე შორს არის პირველი ეტაპი არის ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა პარტიებთან ამ სამ პარტიასთან დაკავშირებით ჯერ ნახოთ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს სარჩელი იყოს მსჯელობა მივიდე ჯერ იმ პროცესამდე რომ საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის შემდეგ ვნახოთ ვინ რა დასკვნას გამოიწვევს დაკავშირებულ პირად, კონკრეტულ პირად ინდივიდად შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ადამიანი, რომელიც მაგალითად წლების განმავლობაში ფულს წირავდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. მე არანაირ განმარტებას არ გავაკეთებ, კანონმდებლობა არსებობს და შესაბამისად და დღეს აქტუალურიც არ არის. ამ მხრივ უყურეთ და მაგითო გეკითხებით ბატონო. ხო, მე ჩვენ საქართველოს პარლამენტს მიღებული აქვს კანონმდებლობა. დღეს ეს საკითხი აქტუალური არ არის, ვინაიდან დღეს ჩვენ მიმართავთ მხოლოდ პარტიების აკრძალვის შუამდგომლობით მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს, რაც შეეხება დაკავშირებულ პარტიებს, ინდივიდუალებს და ასე შემდეგ, ეს საერთოდ არანაირ კავშირში ამ სარჩელთან არ არის, არანაირად არ უკავშირდება. არც შინაარსობრივად და არც დროის თვალსაზრისით, იმიტომ რომ დაკავშირებული პარტიის საკითხი შეიძლება აქტუალური გახდეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც რომელიმე პარტია აიგზალებს. ასევე მანამდე დიდი დრო არის იმისთვის, რომ ყველა გაიქცეს. უყურეთ, არ არის დღეს რელევანტური ეს საკითხი არ არის, მით უმეტეს ეს არ არის ჩვენი გასამარტი, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს ეს საკითხი. ჩვენ ეს ჯერ ამქამდე მივიდეთ, რომ პარტიები აიქცილოს და შემდეგ დაკავშირებულ პარტია რომელი იქნება და რომელი არ იქნება, აქამდე ჯერ კიდევ დიდი. ან რომელიმე პარტია მანაზე აკრძალვამდე დატოვა ვინმე. ამ შემთხვევაში რა ხდება? აი მაგალითად სტრატეგიაში საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ დაკავშირებული პარტიის და ინდივიდუალ პირისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის საკითხი რელევანტური არ არის დღევანდე ამ სარჩელთან დაკავშირებით დღეს და უახლოეს მომავალში ეს რელევანტური არ არის ეს საკითხი შეიძლება აქტუალური გახდეს მხოლოდ მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და აკრძალავს ამიტომ დღეს ქართულ პოლიტიკაში ვეღარ დარჩება ვერც ერთი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, ვერც ერთი წევრი ძლიერი საქართველოს, ვერც ერთი წევრი არა, უყურეთ სხვა პარტიასაც ვერ შექმნიან და სხვაგან ვერ გადავიდა. არა, ესე არ არის გააჩნია, მათ შორის ამაზეც არსებობს პრაქტიკა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი, გააჩნია წევრის გავლენას თვითონ პარტიის შიგნით, წევრის სტატუსი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი წევრი, შეიძლება იყოს გავლენიანი წევრი და თავმჯდომარე პირობითად პარტიის ან ასე შემდეგ. გააჩნია, ეს არის შეფასებითი კატეგორია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, ესა თუ ის აკრძალული პარტიის, ესა თუ ის წარმომადგენელს რამდენად ქონდა არსებითი გავლენა თავის დროზე პარტიულ საქმიანობაზე და რამდენად ატარებს იმ დონის პასუხისმგებლობას პარტიის საქმიანობაზე, რომ მას მიხვეს ეს პასუხისმგებლობა შემდეგ უკვე ინდივიდუალურად სხვა პარტიაში გაერთიანებას. ლელოზე გავაზუსტებ მაინც რა, ყველა შეეხება გარდა საკრებულოებში არჩეული წევრებისა? ხო, უყურეთ, როგორც იცით, კონსტიტუციის მიხედვით, როდესაც პარტია იკრძალება, ამავე დროს სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება მოთხოვნა, რომ მათი სიით გასული წევრები პარლამენტში, საკრებულოებში, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ანუ არჩევით ორგანოებში, რომ მოვითხოვოთ მათი მანდატების შეწყვეტა. დღევანდელი მდგომარეობით საქმე ეხება სამ პარტიას, აქედან ნაციონალურ მოძრაობას და კოალიციას ცვლილებისთვის თავისი წარმომადგენლები არჩეულები არ ჰყავს არჩევით ორგანოებში. ერთადერთი ეს შეიძლება შეხებოდა ლელოს, რომელმაც ახლა 4 ოქტომბრის არჩევნებით 59 წევრი გაიყვანა სხვადასხვა საკრებულოში. მაგრამ ჩვენ არ შეგვაქვს ამ მანდატების შეწყვეტაზე მოთხოვნა, ვინაიდან ჩვენ გვინდა ამითი პატივისცემთ უპირველეს ყოვლისა ჩვენს მოქალაქეებს, იმ ამომრჩევლებს, რომლებიც შეცდომაში შეყვანილი იყვნენ თუ რა მიზეზებითაც მისცეს ხმა, მაგრამ მივიდნენ 4 ოქტომბერს და მიიღეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა და ჩვენ გვინდა რომ ეს მანდატი შენარჩუნდეს იქ. თუმცა აქვე ვიტყვი რომ იმ შემთხვევაში თუ კი მოხდება პოლიტიკური პარტიის აკრძალვა,
ეს მანდატები შენარჩუნდება, უბრალოდ ეს წევრები გახდებიან დამოუკიდებელი წევრები და არა პარტიული წევრები. პოლიტიკური საქმიანობა ხო არ შეესრულებათ ამ წევრებს? უბრალოდ ინდივიდუალურად ჩვენი სარჩელით არ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ინდივიდუალური რაიმე სიით, რომ ამათ თუმა შეეძლოთ. თუმცა თავისთავად თუ კი ეს კონკრეტული ადამიანები არიან პარტიის ისეთი წევრები, რომლებსაც თავისი გავლენები აქვს და შემდეგ იქნება მცდელობა მემკვიდრე პარტიის შექმნის, აქ უკვე სასამართლო იმსჯელებს ამ ხარისხთან დაკავშირებით და ამის შეფასებით შეიძლება დადგინდეს, რომ მემკვიდრე პარტია არის, მისი წევრები არიან და ხელმეორედ აიგრძალონ. ეს სარჩელი ახლა გადაეცემა ბრიფინგით ჩავატარე, გადაეცემა ახლა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც ხვალ სხდომას ჩაატარებს და საპროცედურო კომიტეტმა ხელმოწერები უნდა დაადასტუროს პარლამენტის წევრების, რომ ნამდვილი არის, ამიტომ ამის დადასტურების პროცესი არის. საპროცედურო კომიტეტზე ხვალ გავა, დადასტურდება და როგორც კი დასტურის საბუთი გვექნება, არა ხვალე გადავაგზავნებთ. ალდეს რეზოლუციასთან და ამოწუროთ თუ კი ამაზე არის. მაგრამ ზალში რჩება ყველა ბრალდება მათი მისამართით. არ ვის და ეს რეზოლუციის როგორც ნაციონალური მოძრაობის და სხვა საკრძალი პარტიების ჩორჩანას. და რა გამოიწვია პარლამენტში შემოწმოთ სონის ასეთ ძიმე და ჩადის რომ თქვენ მე ეს ჩემი განცხადება, რომელიც საკმაოდ მოცულობითი იყო, მაგრამ დამენანა უფრო მოკლეთმა ვინაიდან მნიშვნელოვანია ვფიქრობ ყველასთვის, რომ სარჩელის არსი გადმოცემული ყოფილიყო ამ განცხადებაშიც. სარჩელი არ ვიცი 4 ამხელა მოცულობით, მაგრამ მნიშვნელოვანი არის და თქვენც მოგიწოდეთ, რომ ამ განცხადებაში მოცემულია ყველა საკითხი და ყველა დასაბუთება, რაც თავარია. ერთ-ერთი მთავარი დასაბუთება, მაგალითად ლელოსთან დაკავშირებით და ზუსტად ეს არის, რომ იყვნენ მონაწილენი არჩევნების საბოტაჟისა, არაღიარებისა და ასე შემდეგ და დღესაც მანდატები მათ გაუქმებული აქვს. ამიტომ ეს სამართლებრივი ხაზი გახარია საქართველოსთვის პარტიასთან დაკავშირებით ორი მიზეზის გამო, ერთი რომ მართალია პარტიები პარლამენტში არ დადიოდნენ, თუმცა მანდატები შენარჩუნებული ჰქონდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ შორის პარლამენტში აქტიური სამუშაო განაახლეს, სამართლებრივად, ასე ვთქვათ, დაიზრუნეს თავი. ალდეს რეზოლუციასთან დაკავშირებით ჰქონდა საქმე გიორგი გალღარიას მხრიდან, რა შორჩენას ეპიზოდზე გამარჯვებას კი დაიწყე. ან ეს საპატრიოტული მას შემდეგ რაც პარტია მხოლოდ პარტიაში შემოწმება. არა, ეს სამართლებრივი, არა. უღურეთ, ჩვენ უნდა შევხედოთ ორი პროცესი. ერთი არის საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, დროებით საგამოძიებო კომისია, რომელმაც 500 გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა, რომელზეც რეზოლუციაც არის მომზადებული, რომელმაც ნაწილობრივ, რომელმაც ძირითადად პოლიტიკური შეფასება მისცა სხვადასხვა საკითხებს, რაც შეეხება კონსტიტუციურ სარჩელს. და ეს არის მათ შორის შემდეგ ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია ამ კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით და პარლამენტმა საკუთარი პოლიტიკური შეფასება მისცა ყველას ქცევას. მათ შორის გახარიას პარტიის და ყველას მივეცით პოლიტიკური შეფასება. ახლა ჩვენ გადავდივართ სამართლებრივ შეფასებაზე და აქ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ კონდეს მტკიცებულებები, სამართლებრივი არგუმენტები, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიაროს. ამიტომ სადაც ჩვენ ქონდა მტკიცებულებები და მყარი სამართლებრივი არგუმენტები, იმ პარტიებთან დაკავშირებით მივმართავთ და მათ შორის არსებობენ, გითხარით კიდევაც, არის პარტიები, იგივე გირჩი, დროა, სხვა პარტიები, რომლებზეც ასევე მყარი სამართლებრივი არგუმენტები გვაქვს, მათი არაკონსტიტუციური ქცევისა, თუმცა ვინაიდან ერთ-ერთი დავასრულებ რა, ერთ-ერთი კრიტერიუმი, მათ შორის საერთაშორისო კრიტერიუმი, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კრიტერიუმი არის, რომ უნდა იყოს არა პარტია, არა მხოლოდ თავისი ქცევით უნდა იყოს არაკონსტიტუციური, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენდეს კონსტიტუციური წყობისთვის და ეს არ უნდა იყოს რაღაც ერთპირიანი თუ ერთკაციანი პარტია, ამიტომ მათთან დაკავშირებითაც არ მიმართეთ, თუმცა სრული სამართლებრივი არგუმენტები ჰქონდა, თუმცა პროცედურულად არ იყო გამართული. არა. კარგი, ხამდენი 20 წუთი ვისაუბრე ხა არაღიარებს. რაც შეეხება არაღიარების თუ რაც შეეხება არაღიარებს, ნაცეს მე
დაგისახელეთ ქრონოლოგია 2016 წლიდან მოყოლებული 2016-ში პარლამენტის არაღი არის 18-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას ჩაშლას ცდილობდნენ 19-ში პარლამენტის შტურმი 20-ში არჩევნების არაღიარება 21-ში არჩევნების არაღიარება 24-ში არჩევნების არა უყურეთ ეს ნიშნავს დემოკრატიის არაღიარებას არა სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში არა თუ პარტია ორგანიზაცია ლამის არასამთავრობო ორგანიზაციამ გაერთიანება აკრძალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სასამართლოც არ იყო საჭირო იმის გამო რომ ის გერმანიის ხელისუფლებას მის კანონმდებლობას აცხადებდა არალეგიტიმურად გარედან მართულ ხელისუფლებად მიიჩნევდა და არ აღიარებდა კანონებს ორგანიზაცია თუ პარტია აქაც რა თქმა უნდა საუბარი არის არა პოლიტიკურ განაცხადებებზე ბოიკოტებზე და ასე შემდეგ საუბარი არის ის რომ ეს არის სისტემური ხასიათის მქონე არაღიარება დემოკრატიული ინსტიტუტებისა, არჩევნებისა, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის არაღიარება და ეს არის ზუსტად თავარი კონცეფცია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის, რომ როდესაც დემოკრატიული ინსტრუმენტებით, პარტიებით გამოყენებით ხდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ეს არ უნდა დაუშვას დემოკრატიას. საზოგადოებას ქართული ოცნება არწმუნებდა, რომ ხართ დაუმარცხებლები, რომ არ ყავთ კონკურენტები, რომ საფრთხეს არ წარმოადგენენ პოლიტიკური პარტიები და ახლა აღმოჩნდა, რომ ასე გაშინებს პოლიტიკური აქ საუბარი არის არა იმაზე, რომ ეს სამი პარტია, რომელზეც მიმართავთ, არის ქართული ოცნების საარჩევნო კონკურენტი, იმიტომ თქვენ ნახეთ დააკვირდით ბოლო 10 არჩევნებს და ნახავთ, რომ მათ არანაირი შანსი ხელისუფლებაში მოსვლის არ აქვს. საქმე იმაში, არჩევნებს არ აღვწევთ. ესე იგი, ხო, რაც კარგი ხუმრობა. მოგლეთ დავასრულე. ისე შემდეგ ცილის წამებაზე გიჩვენოთ რა ხან, მაგრამ არ მოგთ რომ გაყალბებული. მოგლეთ, რა შეეხება? ანუ საქმე შეეხება არა იმას, რომ ვინმე არის თუ არა ქართული ოცნების პოლიტიკური კონკურენტი, საარჩევნო კონკურენტი, არამედ საქმე ეხება იმას, რომ პარტიებს აქვთ რეალური შესაძლებლობა კონსტიტუციურ წყობილებას შეუქმნან რისკი. იმით რომ აქვთ ორგანიზაციული სტრუქტურა როგორც პარტიის ამას იყენებენ რეგიონალური სტრუქტურებით, იმისთვის რომ აქვთ ფული, იმისთვის რომ აქვთ შესაძლებლობა რომ გავლენა მოახდინონ გარკვეულ ჯგუფებზე ადამიანებისა და ისინი ასე ვთქვათ ისინი განაწყონ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. საპირისპირო საუბრო. არა, ამას ვამბობდით რომ არა. საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩვენ რასაც ვამბობთ იყო ყოველთვის რომ არის რადიკალური ჯგუფები, ექსტრემისტული ჯგუფები, კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან ის რასაც ჩვენ ვამბობდით დღეს ჩვენ ეს საკითხი იმიტომ რომ რა თქმა უნდა ამას ჭირდება მათ შორის პოლიტიკური ნაბიჯიც არის ეს ჩვენ ეს საკითხი გავიტანეთ შარშან რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებზე ჩვენს ამომრჩევლებს უთხარით რომ ვაპირებთ რომ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მივცეთ ნაცმოძრაობის რეჟიმს და მასთან დაკავშირებულ აი ამ კონგლომერატს მივიღეთ 1,100,000 ადამიანის მანდატი რომ ამ კონსტიტუციურ საარჩევნებს მიგვემართა სასამართლოს. რომლებიც გადაწყვეტენ თუნდაც ნაციონალურ მოძრაობას. ან პარტია ახალს ხომ ბევრია. მოძებნონ ისეთი პარტიები, რომლებიც არ არღვევენ კონსტიტუციას და მათი ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას არ უთხრიან ძირს. ერთი რაღაცის დაზუსტება მინდა. თქვენ ნახეთ ეს პროცესი არის სამართლებრივი, ხო? და ის გადაწყვეტილება, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომ 59 კანდიდატს არ შეეხება, ამ შემთხვევაში ლელოდან არ შეეხება გამხარების პარლამენტში ჩამოვიდეს. პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ამის თქვენი მხრიდან. მაშინ იქ სამართლებრივი პროცესი იწყება. რატო ხდება კანონმდებლობა? რაც შეეხება პარლამენტის წევრებს, გახარია საქართველოს პარტიიდან პარტიას საერთოდ არ მიმართავთ, ამიტომ აქ ეს რელევანტურიც არ არის ეს საკითხი. ერთადერთი შესაძლოა რელევანტური ყოფილიყო ლელოსთან მიმართებით, მის 59 წარმომადგენელთან სხვადასხვა საკრებულოში. და თქვით კიდევაც, ვინაიდან ჩვენ გვინდა პატივი ვიცეთ მათ ამომრჩეველს. ლელომ უკვე რამდენჯერმე თავის ამომრჩეველს თან მიღებული მანდატი
ესე ვთქვათ, გადააგდო, გააუქმა 2020 წლის არჩევნებშიც 21-შიც თუ არ ვცდები, მქონდათ ესეთი მცდელობა ახლაც და ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მოქალაქეებს, მის ამომრჩევლებს მივცეთ შესაძლებლობა რომ ვინაიდან მივიდნენ 4 ოქტომბერს მისცეს არჩევნებში ხმა და იყვნენ დემოკრატიის პროცესი, მათი ამომრჩეველი არ დაისაჯოს ამის გამო. პარტიას უქმებ იმ წევრების ხო, ის წევრები ხო არიან ის იმ პარტიას იმ რაიონში, იმიტომ მისცეს ხმა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, რომ შესაძლოა ის ზუსტად ის წევრები და ამ შემთხვევაში ლელოს შემთხვევაში სიის პირველი ნომრები გავიდნენ, ასე ვთქვათ, დიდი ხარდაჭერა არ ქონდათ და ამიტომ ძირითადად იქ არიან გასულები მუნიციპალიტეტში ის ადამიანები, რომლის მიმართაც სავარაუდოდ მათ ამომრჩევლებს ჰქონდათ ნდობა რომ მიეცათ მანდატი. ამიტომ ჩვენ მათ ამომრჩევლებს მინდა მივმართო ლელოს ამომრჩევლებს, რომ მათ მანდატს უფრთხილდებით და გვინდა რომ არ მოიქცეთ ისე როგორც მათ მოიქცათ ლელო, რომელმაც ჩახსნა საკუთარი მანდატი. მადლობა. პირდაპირ ეთერში ვუსმენთ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. ქრონიკა 17 საათზე დაბრუნდება ეთერში. დროებით.